მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ეს ვიდეო მინდა ჩავწერო იმათთვის, ვისაც აინტერესებს ტარო, არა მხოლოდ ისეთი, თქვა რას გაშლების ნახვის, თქვის თავისთვის სიტუაციების გარჩევისთვის, უფრო იმისთვის, რომ თვითონაც ისწავლოს და გააკეთოს გაშლები. უფრო მინდა დღეს ვილაპარაკოთ მთავარ შეცდომებზე, რომელიც ძალიან ხშირად უშვებენ ადამიანები, ვინც თავიდან ახლიდან სწავლობენ ტაროს რა. და ხშირ შემთხვევაში პირველი მნიშვნელოვანი ასეთი შეცდომა არის, როცა ჩვენ მექანიკურად ვიზეპირებთ მნიშვნელობებს, ვყიდულობთ თქვათ ტაროს და ვიღებთ აქ თუ ვნახავ სადმე აგერ არის ხო ახლა ახალი აგერ მაგ წიგნი. ხო, დავუშვით ყიდეთ რამე ტარო სიტყვაზე და წიგნი მოყვება ყოველთვის, ხო? და მაგით ხელმძღვანელობთ, ხო? და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ დაზეპირებული დამიჯერეთ, იმიტომ რომ მეც მასე ვიწყებდი თავიდან, ასე ინტერნეტის სარგებლობდი, კიდე რაღაცა წიგნებს ვყიდულობდი, ვკითხულობდი იქ მნიშვნელობებს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში, როგორ დავუშვათ, წარმოიდგინეთ 78 არკანი, ხო? იქიდან 22 მაღალი, 56 არის დაბალი, ხო? და როგორ უნდა დაიზეპირო ყველა მნიშვნელობა, თუნდაც რას ნიშნავს, თქვათ, ახლა არკანი ჯანმრთელობაზე, იყოს მე ჯანმრთელობაზე არ ვშლია, რატომღაც მომდის ახლა ეს ჯანმრთელობის თემა. ან დავუშვით ურთიერთობაზე, ფინანსებზე, პირად დანიშნულებაზე, ხო? როგორ უნდა დაიმახსოვრო საერთოდ ახლა წიგნის მეშვეობით ყველა მნიშვნელობები. ეს არის ძალიან რთული და პლუს კიდე ზოგი ახლა კითხულობს გადატრიალებულს და რა ვიცი, რეებს არ აკეთებენ რა. თქვენ იცით ჩემი მიდგომა, მე ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ტარო არის ფსიქოლოგიის პირველი წიგნი და ამიტომ წიგნი არ იკითხება უკუღმა. ეგა ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, ხო? და ეს პირველი შეცდომა არის ზუსტად მაგაში, როცა ადამიანი ცდილობს, რომ მოდი იქნება გამოვიცნო იმის მაგივრად, რომ ვიგრძნო ტარო, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ რო იტყვენ ხოლმე, როგორ მოარტყა, როგორ გაიგო. არა, ეგ არის არასწორი მიდგომა, ჩვენ ვსწავლობთ ტაროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ენერგიებით. როცა შენ იცი ენერგია, არკანის, შენ მაგას წაიკითხავ, უკვე ნებისმიერ სიტუაციაში ეს ეხება ურთიერთობას, ეს შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა თემას, ხო? დავუშვოთ ახლა თუნდაც ახლა ავიღე აქ არკანები, მაგალითად კოშკი, ხო? კოშკის ახლა ეშინიათ ზოგჯერ და კიდეც ახლა მე-13 ენერგიის სიკვდილის არკანს და სხვათა შორის ტაროში სიკვდილის არკანი უშუალოდ სიკვდილს არასოდეს არ აჩვენებს. ეს საერთოდ გარდატეხვის ტრანსფორმაციის არკანი არის და ამიტომ ამას სხვა აქვს საერთოდ ენერგიები ტრიალებს აქ ამ არკანში და ზოგს ახლა რატომღაც ეგრე გონია, ხო? და ეშინიათ ამ არკანების. ამ დროს ეს ორივე არკანი ნიშნავს ტრანსფორმაციას და შეიძლება კოშკი რაღაც მომენტს აჩვენოს რაღაც კრიზისს, სხვა შემთხვევაში შეიძლება აჩვენოს განთავისუფლებას ან გადასვლას სხვა ეტაპზე. სხვათა შორის მე როცა ვსწავლობდი, ჩემთვის რო დავიწყე თავიდან, თქვენ გაგიდეთ მე აქ გაშლა და იქ კელსკი კრესტ, ხო? ეს ჯვარი კელტის და ნახეთ ახლა იქ შეიძლება იქაც უკვე ვთქვი მე ეს მაგალითი, როცა გავაკეთე ის გაშლა პირველად ჩემთვის, ერთადერთი რა დავიმახსოვრო იქიდან, ეს იყო კოშკის არკანი და რა თქმა უნდა, ახლა გაშლა იყო თემაზე, რას მომიტანს ტარო, იმიტომ რომ შემოვედი ჩემ ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად, რა თქმა უნდა, ახლა დამაინტერესა რას მომიტანს და ზუსტად კიდევ კარგი სულ მაგას ვამბობ, რომ მე ძალიან გამიმართლა მაშინ, რომ მე ეს არკანი რომ წავიკითხე მაგისი მნიშვნელობა იყო ძალიან კარგი ახსნა იყო რა, სადაც მე ვნახე მაშინ ინფორმაცია და მივხვდი რომ ეს იქნება ნამდვილად პერიოდი ჩემი ცხოვრების, როცა ჩემი ცხოვრება გაიყოფა მანამდე რაც
და მეორე ნაწილი ჩემი ცხოვრების დაიწყო. და ამიტომ აქ არ არის ისე რომ ყველაფერს დაგინგრევს, შენ გესცხოვრობა, ანუ გაგიბუჭდება, ну რაღაცა ეგეც საშინელი. არა. თუ იცი შენ ენერგია და მე რა თქმა უნდა, როცა ახლა უკვე დავიწყე მე სწავლა და ისევ ასწავლე ჩემ სტუდენტებსაც, რა თქმა უნდა, როცა შენ იცი ენერგია, არკანის შენ მაგას ყოველთვის ამოიკითხავ ისე როგორც არის საჭირო. ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა იცოდეთ. კიდე არის შეცდომა იმაში, რომ ადამიანი ცდილობს ზუსტად, ანუ გავიგო გონებრივად, ანუ ინტუიციას საერთოდ არ თავს, ანუ რთავს ლოგიკას და ამ ხშირ შემთხვევაში არ ენდობა თავის შინაგან ხმას. იმიტომ რომ როცა ჩვენ სწავლობთ და ჩვენ შევდივართ, ну, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი, ანუ დიდი წინააღმდეგი, როცა წინააღმდეგობა მაქვს, როცა ადამიანი სწავლობს აი თვითონ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო, მოდით ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, მისტიკური ინსტრუმენტი. და ჩვენ როცა ვსწავლობთ, ჩვენ რა თქმა უნდა შევდივართ და როცა ვეხებთ თვითონ ეს ნახატები კი არაფერს არ ნიშნავს, ხო? ნიშნავს როგორ რა ენერგიას დებს შენ და რა ენერგიას იღებ და მოიკითხავ აქედან, ხო? ამიტომ როცა შენ უკვე შედიხარ არკანში, როცა შენ იღებ იქიდან ინფორმაციას, შენთან მოდის ეს ინფორმაცია, გააჩნია საიდან იღებ ამას ყველაფერს, ხო? და ამიტომ რა თქმა უნდა გავანვითაროთ ჩვენი ინტუიცია და სუფთა სივრცეში უნდა მოხვდეთ და რა თქმა უნდა ყველაზე კარგია საერთოდ ნებისმიერ რამეს როცა სწავლობ, ყველაზე კარგი არის როცა შენ მყავს ხელმძღვანელი ადამიანი, ვინც უკვე იცის ის ინსტრუმენტი, რაც შენ გინდა რომ ისწავლო თვითონ. მით უმეტეს ახლა რაც ეხება ტაროს. და რა თქმა უნდა, როცა შენ მარტო დაზეპირებული გაქვს და ლოგიკას რთავ, ვერაფერს ვერ ამოიკითხავ. ეს არის დიდი შეცდომა, იმიტომ რომ აუცილებლად როცა შენ შედიხარ არკანში, პირველი რაც მოდის შენ, რასაც გეუბნება შენი ინტუიცია, პირველი ინსაიტები რაც მოდის, აი ეს არის ზუსტად ის ინფორმაცია, რომელიც უნდა ამოიკითხო. კიდე არის ძალიან დიდი შეცდომა, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ, ან არასწორად ცვავენ კითხვას, ან ძალიან ისეთი, აი, ну, გაუგებარი, ასე რომ ვთქვათ, კითხვები ტაროსთვის. ანუ ფორმულირება კითხვის უნდა იყოს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ უნდა იყოს ძალიან ძალიან სწორი. და რას ეკითხები, იმიტომ რომ კი ბატონო ენერგია იცი, რაღაცა მნიშვნელობები იცი შენ, მაგრამ რო ამოიკითხო ზუსტი პასუხი რომ მიიღო, აუცილებლად ზუსტად უნდა დაუსვა შეკითხვაც. ტარო არ პასუხობს კითხვაზე, როდის იქნება, იმიტომ რომ ეს უკვე კი ზოგი რატომღაც ასე იყენებს ამას, მაგრამ ეს არის არასწორი, იმიტომ რომ გადამოწმებული არის არა მხოლოდ ჩემით, ახლა ბევრი სპეციალისტებისგან გამიგია, სერიოზული სპეციალისტებისგან, რომ როდის არ ამბობს ტარო ამ პასუხზე, ამ კითხვაზე პასუხს არ აძლევს. და ამიტომ ეს არასწორი მიდგომა, როდის იქნება, როდის მომწერს, ხო? ну შეიძლება მაქსიმუმ რაზე გიპასუხოს, როცა შენ ამას იზავ სიტყვაზე, ხო? და ისე რომ თქვათ კონკრეტულად თქვათ ხვალ 5 საათზე საღამოს, ну ეს არის არასწორი მიდგომა ნამდვილად, ესე უკვე იქნება კითხაობაც აღარ არის უკვე რა. და ან მაჩვენე მე მომავალი. ანუ ეს დახურული კითხვები საერთოდ არ არის საჭირო რომ გამოიყენო, ყოველთვის უნდა გამოიყენო უფრო ღია ფორმულირება, ანუ მაგალითად, რა უნდა გავიგო მე ამ სიტუაციიდან დაუშვათ, ხო? ან რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ სიტუაცია განვითარდეს სიტყვაზე, ხო? ან როგორ შემიძლია მე სიტუაცია დაუშვათ, გავაუმჯობესო, დაუშვათ, აი ეგეთი კითხვა. და კიდე არის როცა ადამიანი თქვათ ერთი და იგივე კითხვას აძლევს ტაროს, ერთი და იგივე და რა თქმა უნდა ეს უკვე არ არის
სწორი ნამდვილად, იმიტომ რომ ტარო არ პასუხობს ახლა მილიონერში და იგივე შეიძლება ესეც გამომიცდი რამდენჯერ ყოფილა რომ თქვა აბა მოდი ასე ვკითხო, აბა მოდი ისე და ერთი და იგივე სატრიალი და მე უკვე ისეთ პასუხს მიიღებ რომ მართლა ტაროსგან რომ ჯობია საერთოდ დახურო და არც კითხვა არაფერი. და კიდე არის ის რომ ადამიანი შეიძლება პანიკაში ვარდება რაღაცა ვაიმე არ მირეკავს მოდი აბა ვკითხოთ მოდი რაღაცა და იღებს ეხლა ამ კარტებს სულ ყველა 78-ვე კარტი გამოიყენა და ამ დროს ვერაფერიც ვერ გაიგო თავის შიშეს გარდა კარტი რას ეუბნება ვერაფერს ვერ ეუბნება ესაც გამომიცდია ვიცი ნამდვილად რომ ასე არ მუშაობს იმიტომ რომ შენ უკვე ვარდები ხაოსში ვერაფერს ვერ ხვდები და ამიტომ ზოგჯერ თქვათ ადამიანს ეშინია რომ вообще ვერ კითხულობს და ამბობს ვაიმე ვერაფერი ვერ დავინახე ვაიმე ვერაფერი ვერ წავიკითხე ეს რანაირად იმიტომ რომ საერთოდ ტარო არის სისტემა და რა თქმა უნდა როცა შენ იცი ეს სისტემა კარგად შენ უფრო კარგად წაიკითხავ როცა შენ თვითონ რაღაცა даже თუნდაც ახლა ტრიპლეტებიც ხო ანუ სამ კარტს დაუშვათ გაშლა ამასაც აქვს თავისი სისტემა ამასაც აქვს თავისი წესი როგორ უნდა ამოიკითხო ინფორმაცია და რომ იყოს ზუსტი ანუ ბევრი აი ესეთი შეცდომები აქვს იმათ ვინც იწყებს საერთოდ სწავლას და ჩემ მოსწავლეები რა თქმა უნდა პირველივე კურსიდან უკვე იციან ეს წესები და კანონები და როგორ უნდა დასვან კითხვა როგორ უნდა ამოიკითხონ ტრიპლეტები და ყველაფერი წესებია რა თქმა უნდა და კიდევაც ეხლა მაგ ძალიან საინტერესო გეგმა რომ მინდა რომ გავაკეთო აი ესეთი კლუბივით, ანუ კლუბივით რა კლუბი იქნება, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩემს მოსწავლეებს იმისთვის, რომ მაგათ გქონდეთ უფრო სწორი და ზუსტი წაკითხვის საშუალება, იმიტომ რომ ეხლა უკვე მე ხარია, რომ ყველა მეუბნება, რომ უკვე ეთყობა თქვენი მოსწავლეები, რომ გამოიჩინდნენ და უკვე ჩანან უკვე სხვანაირად და სხვა წაკითხვა აქვს და რა თქმა უნდა, ეს შეცდომები რო არ დაუშვათ, უნდა იცოდეთ ძალიან კარგად სისტემა, თვითონ ტაროს სისტემა. კიდე შეიძლება თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, მე ჩაგიწერთ თქვენ მერე მოგვიანებით ვიდეოს რა სხვაობა არის ორაკულის და ტაროს შორის და რაც ეხება ამ თემაზე კიდე არის ბევრი შეცდომები, რომელსაც აი ზუსტად იმ ტაროლოგების კლუბში განვიხილავ, აუცილებლად იქ უფრო მეტ ინფორმაციას მივაწოდებ, იმიტომ რომ ტარო სათამაშო არ არის ნამდვილად, უფრო ორაკულზე შეგვიძლია ჩვენ ვითამაშოთ, ტარო არის და ვიმკითხაოთ, ასე რომ ვთქვა, ტაროზე ჩვენ არ ვმკითხავთ, ტაროს ჩვენ ვკითხულობ და ამიტომ აქ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა გქონდეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ეს მოკლე ინფორმაცია იყო საინტერესო და საჭირო. გელოდებით კომენტარებში და თუ თქვენ კიდე თქვენს გინდათ რამე თემებზე რომ ჩაგიწეროთ აი ეს სასწავლო ვიდეო, მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად მაგ თემებზეც გიპასუხებთ.